დილამშვიდობის. როგორ ხართ? რატომაც გადავწყვიტე, რომ პიჟამოთი შემეძლო მოვსულიყავი და რამოდენიმე კადრის მერე მიუხედავად იმის, რომ ძალიან პატიოსნური პიჟამოა. საგარეოთაც რომ შეიძლება ჩაიცვა, მივხვდი რომ ჯვარზე გავეკურებოდი და გამოვიცვალე. თუმცა არ მინდოდა, იმიტომ რომ წყლის გადავლების მერე მიყვარს ხოლმე ეგ პროცესი, თუ სანამ წყალს არ გადავევლებ, თუ სახლს ვალაგებ, მთელი დღე პიჟამოთი დავდივარ. თან მე ფრანგული პიჟამოები მაქვს ჩემმა ირინამ გამოვარტანა საფრანგეთიდან და ყველა საგარეო პიჟამოა. გავიკეთოთ ახლა ყავა. დატვირთული გრაფიკი მაქვს. ემიტომ რომ ჩემი ცხოვრების პირველი ქალბატონი ჩამოვიდა საქართველოში. მე არ ვიცი დეიდებო გამოდით და მითხარით რომ მარტო მე არ მაქვს გადაკეტილი, მარტო მე არ ვარ არანორმალური. დავამშვიდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ შორს ცხოვრობს ჩემი და ჩემგან და შემიძლია ვირბინო 8 ჯერ დღეში. ხო და თითქმის ყოველ დღე მიწევს ასვლა, მისვლა. ყავა შამომელია. გავიკეთოთ ყავა. დავაუთოვოთ, რაც გვაქვს ცოტაოდენი დარჩენილი და გაგიზიარებთ, როგორი გამოვიდა მოწესრიგებული 2 დღე მაგრად ვერთობი. ბრეცხა ვაუთოვებ, გავასხვისე, ვისაც რა მოერგებოდა. დარჩა რაღაცები და იმას ალბათ კარგად დავდებ. ფისოს ვეჭამე, ხელი გავიჭერი. რაღაცა შვებია. ყველაზე თავარი პატარა მოვყვეთ, სანამ კაბებზე გადავალთ. მოკლედ, როგორც იცით და არ იცით, ნიკოლოზი გავათელავე. ან ასე ვთქვათ, თვითონ გათელავდა. სამზარეულოში თავის მოფხანვა არ იყო კარგი იდეა, მაგრამ თმას რო გამიშლე ხოლმე, აქ ისეთი ჩახუთული მაქვს, კიდე კაი, ბევრი თმები არ მაქვს. ნახეთ, ხალხო ქაჩვალი ვარ. ხალხს ამხელა წინა მოაქვს. და წარმომიდგენია ბევრ თმებში როგორც ხელა. გავათელავე, დაიწყო ჩემი გადარბენითი ცხოვრებები. ეხლა 3 დღეებში უნდა გავიქცე. მივხედო მაცივრის შევსებით დაწყებული ყველაფრით. და დაიწყო აქტიურად ვარჯიში. ფეხი აქამდე უსვირდებოდა. სახლს ვანიავებ და უფრო მეტი ხმაური შემოვა. ეხლა უფრო მეტად გამოიკვეთა, რაც დაიწყო აქტიური ვარჯიში, მუხლი ძალიან კარგად გამოიძერწა, ყველა კუნთოვანი სისტემა აღდგა და ზუსტად იდენტური გახდა მეორესი, რაც ჩავედი და მაჩვენა ძალიან გამიხარდა. არ ამბობს, რომ აწუხებს, არ ამბობს არაფერს, ნუ მოკლედ ისე დასამუშავებელი და შესაგუებელი როა და მოსაფრთხილებელი როა, ეგ ძალიან კარგად იცის და იაზრებს, იმიტომ რომ ერთ თვეში ხდება 17 წლის. 2 დღის წინ შემიშალა და ვთქვი, რომ 18-ის ხდება, თქო, მე დედა ვარ. ნუ აშკარად არ ვარ დედა. ხო, მოკლედ კვირაში 2 თუ 3 დღე აქვს ვარჯიში, დარჩენილი დღე სახლში იყო და დაყიალობდა. რა თქმა უნდა, არ მომეწონა მე ეს ყიალი. იქამდე სანამ დაგვეწყება თავს არ დამცემი ამბები, რომ ისწავლე, გამოცდები გაქვს. ესეც მე ვფიქრობ, რომ ჩარჩოა, რომელშიც ადამიანებს გვაქცევენ და გვაიძულებენ, რომ რაღაცა აუცილებელია უნდა გქონდეს, რაღაცნაირი იარლიკია, რომ უმაღლესი განათლება უნდა გქონდეს. თუმცა მე ვარ ერთ-ერთი მომხრე იმის, რომ საერთოდ არ არის დიპლომი საჭირო არც ადამიანობაში, არც ფულის შოვნის შნოში
და საერთოდ არაფერში მე 5 დიპლომიანი ნაგავი ხალხი მინახია და უფლოები და უდიპლომო მილიონერებსაც ბევრს ვიცნობ, მილიონერი თუ არა, საკმაოდ ფულის მხვეჭელ ხალხს. მაგრამ პროცენტულად არის რომ ბევრს გაუმართლა და ფულიანები არიან, მამა პაპისგან მოყვებათ და დაუტოვა და 5 დიპლომიანი ხალხი ძალიან იშვიათია, რომელსაც იწვევა და რამე მოაგროვა. არ ვიცი, მე ესეთ შეხედულებები მაქვს, თორე სწავლა როგორ არის დასაფასებელი პირველი მე ვარ, ვინც ვკივივი, რომ შენთვის რომ არ მოგატყუონ, რომ არ დაგამცირონ, რომ არ ან მასა ძალიან რთული ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მე არ ვიძახი, რომ ოქსფორდი და კემბრიჯი მაქვს დამთავრებული და მე ძალიან ბევრჯერ მოვხვედრი ვარ ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანი ცდილობს რაღაცის დაგამციროს რა, ან გეოგრაფიულად გიწუნებს წარმომავლობას, ან თვალის ჭრილს გიწუნებს, ან ცხვირის ნესტოს და ცდილობს რომ რაღაცაზე მიგითითოს და ამ დროს არის ხოლმე რომ მე ესეთი ვარ და მაშინ ყოველთვის მიგწნია ხოლმე და ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ ბევრი იკითხე დღემდე, ბევრი იმუშავე საკუთარ თავზე, ბევრ რაღაცებს დაიწყე, არის რაღაცები, რაც რო კითხავ მე საკმაოდ ნიშნია ინოვაცია. და რო ხვდები რომ ეს შეგიხედია და აი შენს პატრონს რა გინდა შვილო ჩემგან. და ეს შენი რაღაცა სულიერი მდგომარეობა, რომელსაც განათლების მხარე ქვია, არ გაძლევს იმის უფლებას, რომ იმის დონემდე ჩაეშვა ან აეშვა ან მოკლედ. ძალიან კარგი რამეა წიგნიერება. ანუ ამას არ ჭირდება შტამპი იმის რომ მე ვარ დიპლომირებულია ეს, იმიტომ რომ თეორიული სწავლება სულ სხვა რამეა და პრაქტიკულად ვინმე რამეში თუ დაიხვეწა და ოდნავ იმის შნო აქვს რომ ფული იშოვოს. დიპლომი არა კვერცხი. ვაი მე ჩემი ჭიქარი ქვემოთ. ხო და დაუწყო სამსახურებს წერა. მე უნდა ვიმუშაო. ოკეი. იდეალური აზრია. მე თანახმოვარ. რომ ვიმუშაო. ეხლა ჩვენ იცი რა ვქნათ, ცოტა ვარახუნოთ. ავე შენი აქ გორა მაქვს. არ ვიცი, მარტო ვარ სახში. გეფიცებით სტუმარიც არ მყოლია, რას ვჭამ ამდენს. რას ვაკეთებ? გუშინ ჩემდას რაღაც სადელი გაუკეთე, წავუღე. ინულები ვიშოვო. ხოდა სამსახური მინდა სამსახური. ოკეი, გინდა. ეხა უყურებ, ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი. ჩემის აზრით, მე ჩემ აზრს არავის არ გახოთ თავიდან. ყველა დედას აქვს ინდივიდუალური შეხედულება მის შვილზე. ცხოვრებაზე თავის წარმოდგენებით. მე არ ვამბობ, რომ ვინმე აუცილებლად უნდა დამეთანხმოთ და თუ დამეთანხმებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო და კარგი იქნება. და სასიამოვნო. პირველი ის, რომ ძალიან ადრე უნდა შეეჩვიოს ადამიანი. მუშაობა რა არის? დათმენა. არ მოგწონს შენ ბევრი ხალხი, არ მოგწონს ბევრი სიტუაცია. საქართველოში მით უმეტეს ვიღაცა უპირატესშია, შენ უმცირესობაში ხარ, უპირატესობაში რომც იყო, მაინც ცუდად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ყველა შენ გიყურებს. მოკლედ, ძალიან ბევრი მინუსი აქვს სამსახურს, 20 წლიდან ვმუშაობ და მოტყავებული მაქვს, თუ კი სადმე სამუშაოები იყო, ყველა მოვატყავე თითქმის. იშვიათი მაქვს გამოტოვებული, ერთ მინისტრად არ წამიყვანეს და პრეზიდენტად. მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ის, რომ აი ამ გრაფიკს, აი ამ ხალხთან ურთიერთობის სწავლას შეეჩვიო. პლუს ის, რომ ყოველდღიურად უნდა ადგე და მიზანი გაქვს ის, რომ
ალბათ 17 წლის ასაკში მიზანი არის ის, რომ ფული იშოვო, ფული ქონდა, შენ ჯიბის ფული და ძალიან საინტერესოა. ოკეი, იარე, ამ შენი მიზნისთვის შენ აღარ გამოგართმევ ჯიბის ფულს, ტექსტი ესეთი იყო, მე მეკნება ჩემი. ძალიან კარგია. და გუშინ ვუთხარი, რომ მეც ხომ შემიძლია გამოვიყენო, თუ არ მექნება. და პასუხი ცოტა შეყოვდა, მაგრამ კიო. ხო. მეორე ის, რომ ყველაფერს უნდა სწავლა, სიყვარულიდან დაწყებული შრომას, ურთიერთობებს, სიყვარულს, მეგობრობას, ყველგან ჭირდება სწავლა. შეიძლება 40 წლის ასაკში მიხვდე, რომ ვაიმე რამდენად იმდენად სხვა მდგომარეობას და სხვა ამბავს შეხვდე, რომ მიხვდე, რომ უი, ვაფშე არ ვიცოდი მე ეს ვერც წარმოვიდგენი. ხო, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე ის რომ როცა მუშაობას იწყებ, თითქოს მისწრაფი იმისთვის, რომ უფრო მეტი გქონდეს. უფრო მეტი რო გქონდეს, მე იწყებ ფიქრს, როგორ უნდა გქონდეს და თუ თავში 2 გრამი ტვინი მაინც გაქვს, ხვდები, რომ ცოტა მეტი ხელი უნდა გაანძრიო და ტვინიც დააყოლო. ტვინის დაყოლება კიდევ იმას ნიშნავს, რომ უნდა იმეცადინო, ისწავლო, განვითარდე. ნებისმიერი რამე. შეიძლება ადამიანმა დაამთავროს 2 წლიანი კოლეჯი და იყოს high class წარმატებული, შეიძლება დაამთავროს 2 უმაღლესი და ვერ გამოიყენოს. შენი პროფესია უნდა მოძებნო ადამიანმა და ძალიან რთულია, რომ რამე აკეთო ბედნიერად და ბედნიერებისგან მიიღო ფული. მე ამას ჩემ შვილებს ვუვეუბნები, რომ სამსახური არ არის ის ადგილი, სადაც კარგად იგრძნობ თავს და ოი რა კარგია. არც საკუთარი ბიზნესი, იმიტომ რომ ყველაფერს ახლავს თავის მინუსები და პლუსები. სამსახური გჭირდება იმისთვის, რომ შენ გქონდეს შენი მე, შენი და გქონდეს განვითარების პერსპექტივა და მოკლედ ასე შემდეგ. თელოში ძალიან ბევრი ობიექტია, სადაც ძალიან მიხარია, როცა ესეთ მოზარდ ბავშვებს შეუძლიათ დასაქმდნენ თბილისშიც, რა თქმა უნდა, თელავს იმიტომ უსვავ ხაზს, რომ იქ ვართ ჩვენ ბავშვები, ბიჭები, რომელი ბავშვები. მაგრამ მაინც მინდოდა, რომ ყოფილიყო თავის ძმასთან. ვილაპარაკეთ მე და ჩემო უფროსმა ვარსკვლავმა და მივიღეთ ასეთ გადაწყვეტილება, როგორც ვაკანცია გამოჩნდება, წავიყვანოთ გასაუბრებას. მოკლედ ეს გასაუბრება შედგა. რახან ენები იცოდა. რა თქმა უნდა, მიმტანის პოზიცია და რა თქმა უნდა, მე ვამაყო პირველივე წუთიდან ჩემი შვილით და ბედნიერი დედა ვარ, რომ არ ეთაკილება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რამოდენიმეჯერ დავუბრუნე კითხვა და მითხრა მე არაფრის არ მწვანეა, ძალიან ცუდად გაუკეთა ფორმის, რა ქვია, ფრაზირება. მენაგვეთაც ვიმუშავებ, მენაგვეებს დასუფთავების სამსახური ქვია და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ხელფასი აქვთ და ძალიან დასაფასებელი ხალხი არიან, იმიტომ რომ დილით ჩვენ რო ვიღვიძებთ მათ დაალაგებულ ქალაქში. და შემიძლია ყველას ვაკოცო და ყველას ჩავეხუტო, იმიტომ რომ ძალიან საყვარლები არიან ხოლმე ყველა. ახლა მე რა თქმა უნდა შევუსწურე და ესე უთხარი ზუსტად და ხო, ეგ მიხარია, რომ ეგ მომახერხე. ეხლა დგება ესეთი რაღაც, რომ მე მოხარული ვარ, რომ იწყებს ამ რაღაცაში შევიდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნერვიულობ, რომ შეიძლება ისეთ ხიბლში ჩავარდეს და ნიკა მე მგავს, ნიკუშა ძალიან დიდი ადრენალინი ეძლევა ხოლმე და ძალიან ბევრს იბრძვის, რომ გამოუვიდეს მიზნისთვის. ხო და მეშინია რომ არ ჩავარდეს ხიბლში, მაგრამ შიში ვერ იხსნის სიკვდილსო, როგორც ამბობენ. მე აქრისთვის ვგდივარ. ყველაფერს შევათავსებინებ, თუ დაიტოვებ სამსახურს დღეს გამოუთავისუფლებ, რომ იმეცადინოს და უნდა მოვირგოთ ამ ცხოვრების ეტიკეტი და გახდეს სტუდენტი. არჩიოს პროფესია, რომელიც უნდა თუნდაც ვერ არჩიოს. მობილობით გადავა მე და როცა მეხვდება რა ჭირდება, შეიძლება ვერც მეხვდეს და იყოს ფსიქოლოგი პირობითად და იმუშაოს HR-ად. ანუ
ყველგან შეგიძლია რაღაც აკეთო, თუ ეს შენი საინტერესო საქმე. წავედით ახლა ჩვენ ცოტა დავაუთოვოთ, ეს ყავა დავასრულოთ და გაჩვენებთ როგორია მოწესრიგებული კაბები. ორი კაბა დამრჩა, ერთი კაბა იდეცხება. ესეც დავაუთოვოთ, მე მიყვარს დაუთოვება. გიჟდები. არ არსებობს, რომ ვკვდებოდე, რაც მოუხრია ტანის ომოსი, ყველაფერი უნდა იყოს აწყობილი, რა ერთმანეთს ხდება, რასთან ვისვა, აი ესე დავაგებული. თუ იქ არეულობა მაქვს და სახი დაწკრიალებული მაქვს, ძალიან ცუდად ვარ. ეს ის უთუა ჩემი უსაყვარლეს ეკას რო წავარდი, გუშნეკამ საჩუქრები მომიტანა დაბადების დღეს, მაგას შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ. მაშ გოგოებო და ბიჭებო, ესეთი ამბები დაწერეთ, თქვენ რას ფიქრობთ, როგორი წარმოდგენა გაქვთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი ისდება შრომის ფასი უნდა იცოდეს. მერე თავის ფული რო ეკნება, ჯერ ისედაც არ არის მხარდროები, ძალიან შემგროვებელია ნიკუშა და თანხმგამგველია. ერთესად გაიგებენ მე რა შევძელი მეტრა 64 ქალმა როგორ მოვიყვანე ჩემი შვილები აქამდე, მამა ჩემის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, მარტო ამას ვერ შევძლებდი, როცა ძალიან პატარები იყვნენ, დავით განსაკუთრებით, მამა ჩემი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, შეგვეშველებოდა. უფრო კარგად აფასებენ, უფრო კარგად ხვდებიან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ასე ხლი მე ჩემი პირველი ხელფასი როგორ მახსოვს, როცა ავიღებ და ზუსტად ისე შევანიავე, როგორც მიჩვეული ვიყავი და აღარ მქონდა. მე რა მივხვდი, რომ მე ასე არ იყო. ესპრიტის კაბებზე მაქვს ყოველთვის და ზედებზე ნატურალურ ნაჭრებზე მაქვს ჩაკეტვა. ძალიან მომწონს. რამდენიმე საკითხი გადამჭირდება. მაგასაც შევიძენ. კომენტარებს, რაღაცებს, პასუხი ვერ გავეცი, ხალხო. გადარბენაზე ვარ, ჩავუჯდები, ერთ დღეს აუცილებლად. მაგასაც ტკირდებით, რომ მოვახერხ. ჩემი მამიკო ჩამოდის. მთელი დღე სანამ თბილისში იქნება, მასთან ერთად უნდა ვიყო. შევეცდები, რომ მალე მოვახერხო, იმიტომ რომ არ მიყვარს, როცა პასუხს არ ვცემ. სადღაც მიქრის თეთრი რაში, ამას ეგ სიმღერა მოდის ეგრე. თეთრი ცხენები ახატია. ნუ პრინცი არ ჩანს ძებ, მაგრამ ეგეც იქნება. მაგის დროც მოვა.
მაგარი გასართობის საქმე გამოვიჩინე. ეხლა მინდა რომ ბიჭების ავიღო. მთლიანი მაისურების შეკვრა და გადავარჩევ. მე მიყვარს როცა ხაზი აქვს კლავზე. სპეციალურად მიყეთებ ხოლმე, არ ვიცი რატომ მიყვარს, მაგრამ როგორც რომ გაიკეთებ მანქანაში ჩაჯდები ან რაღაცა დაჯდები. ყოველთვის ითელება ნაჭერი და კლავზე ეტყობა ნამუშევარი ამაზე. უთომავ საოცარი, თვითონ აუთოვებ, გეფიცებით. აი მართლა ბედნიერება ამ სიცხეშიც ამ უთოვსთან ერთად დგომა. უკანა მოკლე აქვს და წინა განიერი. და ასე გადმოკვეცვით უწევს რომ გვერდში ნაკეცები არ გაიკეთოს და უთოვებ. ამ კაბაზეს მეიკი შემკვრელი საჭიროება. всё. გადავიტანოთ ახლა ესენი და ნახოთ რა გამოვიდა მოწესრიგებული კაბები. და დავიწყოთ ახლა. ნახოთ რა გამოვიდა. რამდენი კაბა დამრჩა დაუთვალო. პირველი არის ეს კაბა. მეზობლებმა არის ფიქრენ ბიჟიო. რომელსაც გვერდში ვერ ვიკრავ. და აუცილებლად უნდა შევიკრა. ამას უყურეთ. არ ვიცი რა ბრენდია. მაგრამ ზღაპარს რომ მოყვები, ისეთია ეს კაბა. ეს ერთი. ეს არის ასეთი მეორე. ჯიბი აქვს სადღაც აი აქ. ასეთი თისმებით, თასმებით. რაღაცა მუხებურ სტილში არის, მუქარგული. ორი. ეს არის მესამე. ჯანინა არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ, გავიცანი. ეს არის ულამაზესი ზარას კაბა. აი რო ჩაიცვამ და ფერები რო გაბედნიერებს. კოპლები, ყველა გრძელია და ძალიან მომწონს. არ ვიცი ვინ არის. ნატურალურია. ვფიქრობ ზოგს მკლავი ხომ არ დავაჭრა, მაგრამ ჯერჯერობით ჩერდები. მარლა ბუდემპრევი H&M ჩაიცვი და განიავდი. ესეც ჯანინა რომ გავიცანი ახალი.
ეს ხასიათის რაღაც არის იფიქრე რომ რაღაც ფარტყუნა ჯინსზე ან ну მოკლედ რაღაცით მოვირგებ უსახელო უგვაროა სადღაც ევროპებში შემიგერეს ჩემთვის არის შეკერლენი კარადას ბერვიტა ნიკას კოლექცია ჩანს ესენი ჩემებია ეს ახალი ზოლიანი პერანგი ეს პერანგი ტაილანდიდან აბრეშუმია ჩემო ძმამ ჩაომიტან დიდი ხანია და გიჟდები ისე მიყვარს ბუნებრივი ძალიან ლამაზი ფერის არ ვიცი ვინ არის პერანგია ზაფხულშიც რო იწმევა მკლავი რომ მოკლდება და საჩვენოდ და მე ზამთარშიც მაცვია ეს ფერებია რომელზეც არ ვიცი რა თქვა ვერ ვიკრა მაგრამ მოსაცმელად გამოვიყენებ ნახეთ საოცარი ნამუშევარია და საოცარი ფერებია მე არც მეგონა თუ ასეთ სიჭრელეს აი ესეთი კანტები დაამშვენებდა აქეთ ზედების ამბავია ახლა ახალი რაც დავაუთოვეთ მანგოს ასეთი ალბათ შარვალზე ჩავიცვალ ან რაღაც მიდი ქვედა ბოლოს ვყიდე ნაჭერს ხო ხვდებით გვერდებში შეხსნილია ჯინსის შარვალსაც ძალიან მოვხდა ზედების მხარეს შეინი ბოდიში თეთრ კეტებს ვყიდე და ვიბრაციონებ ზარმონწონს რო გაიქცენ და იყურებოდეს ნორმალურად გამოვიღო ყველა კაპა ცოტა ვერ მაქვს ეს ბრიტის უკანქარეს ულამაზესი უგრილესი მოხიტოს კოლექცია ვაწერია არ ვიცნობ ვინ არის მოხიტო მაგრამ თავის საყელოთი და მოკლასიკურო ფორმით და რაღაცნაირი პრინტით ჩემთვის ძალიან საინტერესო კაპა თეთრი რაში და ნუ პრინციპს მივახატებ მე თვითონ მე ვიზავ მაგას არ დამიპრინტეს მაგრამ მე ვიზავ მე თვითონ გავაკეთებ პრინტს შემდეგი არის ესეთი პერანგი რომელიც ძალიან კარგია შეგრილდა მოიცვი ბუნებრივია მოწესრიგებული გამოიყურება კარგად ძალიანზე კარგად ეს ჩემი ფერია და ფერების პატივისცემის გამო და ჩემთან ეს ქვედაბოლო რომელიც თეთრ კეტებზე
და თეთრ მაისურზე. სადმე ზღვაზე დასასვენებლად იქნება ძალიან ლამაზი. ვისი უკაცრავად აწერია. არ აწერია. Woman 40-42. აი ეს არის სულ. ახლა ვნახოთ საშინაოებში რა მოხდა. ვინ მოხდა და ამოვთვალოთ. ეს კაბა თან ამოვაბრუნოთ. მოხდა საშინაოებში. ასეთია, ძალიან ლამაზია, უკვე დაუთოვებულია. ერთი დასარეცხად მაქვს აღებული. ერთი ზედმაცვია. ეს კაბაც შეინია ესეც. მოხდა სახში გადასაცმელად. აქ ცოტა ისე აქვს. თამამი გული აქვს და მოვაპატიოსნებ. ანუ საშინაოებში მოხდა ორი კაბა. არ ითვლება. ეს იდეალური შორტია, გუშინ დამავიწყდა სავარჯიშოდ რომ წავედი ჩამეცვა. რაც ინფუთიდან არის იმას გაჩვენებთ. სახლის საოცარი გრილი შარვალი. არა ეს ჩემია. მაიცადეთ. ზუსტად ანალოგიური. შემხდა იქაც. და ესეთი ელასტიკი. ეს ჯიბეები ჩემს სამუშაოზე ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ რამეს ვიდებ ხოლმე ტელეფონს და იმ იარაღებს, რაც მჭირდება. აქეთ არაფერი პრინციპში არ შემიდია. ხო, სულ ესე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 18 კაბამდე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გავერთე 120-ლარად საქმე გამოვიჩინე. ამ სიცხეში უთოსთან დიდექი. გაგაცნობ ჩემს დილის გამხარებელს ყოველდღიურად. ძალიან დიდი ხანია ყვავის. უდიდესი ხანია. სახში შემოვაბრძანა, იმიტომ რომ მეც კი რა ვერ გავძლებდი. ამის გარეშე დიდი ქოთანი უნდა. უნდა შევიძინო. მახსოვს რა ქვია, მაგრამ ქართულად რაღაც შროშანსაც ეძახიან. ეს თესლები არ ქონდა და ძალიან მაინტერესებს. ახლა რამდენი ხანი იქნება ეს დაახლოებით 2 კვირა თუ 3 კვირა აყვავს. გერმანიიდან ჩამოვედი, მაშინ მალე აყვავდა და ასე არის. დროებით მომენტ დამიწერეთ. როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო, რაში მეთანხმებით და რაში არა.